საქართველოს პრეზიდენტი ნორვეგიაში მომხდარი ტერაქტის დროს გადარჩენილ ქართველ სტუდენტს ნათია ჩხეტიანს შეხვდა. შეხვედრა ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში გაიმართა. პრეზიდენტმა ნათია ჩხეტიანთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ქართველები ნორვეგიაში წარმატებული სტუდენტები იყვნენ. მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დამნაშავე სათანადოდ დაიჯება. პრეზიდენტმა ტერაქტის დროს დაღუპულ თამთა ლიპარტელიანის ოჯახის წევრებსაც მიუსამძიმრა. Შეხვდი ნათია ჩხეტიანს, რომელიც ძალიან ღირსეული, კარგი ახალგაზრდა და მართლა ჯოჯოხეთი გამოიარა და მართლა გამიკვირდა იმდენად შეინარჩუნა წონასწორობა, სიმშვიდე, რა თქმა უნდა, განიცდის ყველაფერს იმას, რაც ხდება, მაგრამ მართლა წარმოუდგენელი ბედნიერება, რომ ის მაინც გადარჩა. და კიდევ უფრო უზარმაზარი ტრაგედია, რაც თავს დაატყდა მთლიანად ყველა საქართველოს ალბათ და რა თქმა უნდა თამთა ლიპარტელიანის ოჯახს. იმიტომ რომ სადღაც რაღაცა რო ხდება, ესე ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ტელევიზორში ესე ვიგებთ, აი რაღაცა სადღაც ვიღაცა აფეთქეს, მოკლეს, რაღაცა დამართეს. და ეს ყველაფერი რჩება ბევრისთვის სტატისტიკად, სანამ შენ არ შეგეხება, სანამ შენ ოჯახს არ შეეხება, შენ ახლობელს, შენ მეგობარს, შენ თანამემამულეს. და წარმოიდგინეთ, დედისერთა გოგო, რომელსაც შობლება ასწავლეს, საგაუხსნეს ცხოვრებაში, ძართულ ვითარებაში ხარ არის არ შეძლებული ოჯახი, ქუთაისური ოჯახია, ძალიან საშუალო. და უნდა გასულიყო ცხოვრების დიდ გზაზე, წავითა თითქოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაში, თავის რეპუტაციით სოფლიოში ალბათ და იქ ესეთი უბედურება დაატყდა თავს. და მინდა ვთქვა, რომ ცხოველი, საქართველოში ცხოველია, სამხრეთ პოლუსის და ნორვეგიაშიც. და ეს იყო ნამდვილი ცხოველი და სხვა სიტყვა არ ეწოდება იმ არსებას, რომელსაც ეს ჩაიდინა. და მართალი გითხრათ, ნორვეგიაში ნამყოფი ვარ მე ადრე. იქ მუშაობთ თავის დროზე. ასე იმ ასაკში როცა ვიყავი, როცა თამთა და ნათია, რა ასაკში თამთა და ნათია იყვნენ, ჩასულები. და მათ შორის ნანახი მაქვს ნორვეგიული ციხეები და ნამდვილად ისეთი სანატორიუმებია იქ. მე არ ვიცი რა სასჯელი მოიხადოს იმ ცხოველმა იმ სანატორიუმში და რანაირად არის ადეკვატური დასჯა იმისთვის, რაც იმან ჩაიდინა. თუნდაც იმისთვის, რომ უამრავი სხვა ოჯახი გაუბედურა ალბათ და ეს მართლა ეს ქუთაისური ოჯახი და საერთოდ ყველა ვინც ახლობელი იყო ნათისავი ამ მდგომარეობის შეაყენდა. მე მინდა ასევე ნათიას უსურვე ცხოვრებაში ძალიან დროზე გადაიტანოს ეს, ალბათ ვერ დაივიწყებს, მაგრამ ძალიან წარმატებული ადამიანი დადგეს ცხოვრებაში ჩვენი ქვეყნისთვის და თუნდაც მისი მეგობრის ქსოვლის საპატივსაცემად.